მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი. მადლობა თქვენი უკავშირისთვის, მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2026 წლის აპრილის ტაროსკოპს კუროებისთვის. ნახოთ თვის ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე ვნახოთ რა უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება პერიოდის განმავლობაში, რა მოდის თქვენთან როგორც შესაძლებლობა, რა მიდის, რისგან უნდა გათავისუფლდეთ, რა უნდა დათმოთ ამ პერიოდში. ასევე ვნახოთ რა წყალქვეშა დინებებს ექნება ადგილი, შემაფერხებელი ფაქტორები ან ხელშემშლელი პირობები. ასევე ვნახოთ თქვენი პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, ვნახოთ საქმიანი სფერო და თვით რეალიზება და ასევე ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, ხმლების 6-იანი, ცვლილებების ენერგია. თქვენ შეძლებთ გაიაზროთ და თავი დააღწიოთ იმ სირთულეებს, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაგიგროვდათ, თუმცა ამ პერიოდში ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი. აპრილი თქვენთვის იქნება ფიქრის, გააზრების, სამომავლო გეგმების დასახვის პერიოდი. დიდი შანსია გამოსავლის მოძებნაში დაგეხმაროთ ის სიტუაციები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში იქნება თქვენს გარშემო და შესაძლებელია ასევე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გითანაგრძნობენ, გაგამხნევებენ, მხარს დაგიჭერენ, გზას დაგანახებენ, ან გამოსავალს დაგანახებენ, ასე რომ ეს პერიოდი უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად პოზიტიურად, ორიენტირებული უნდა იყოთ პრობლემების მოგვარებაზე და თავისთავად თქვენი შინაგანი ენერგია იქნება სიმშვიდის მდგომარეობაში გადასვლისკენ მიმართული. ამ პერიოდის ბოლოს იქნებით უფრო ჰარმონიულ და შემოქმედებით ენერგიებში. ნახოთ რა მოაქვს ამ პერიოდს თქვენთვის. მაღალი არკანი მზე, ეს არის სინათლე, გაცნობიერება, შესაძლებელია დაინახოთ მართლაც თქვენი სამოქმედო გზები, სამყაროს შემოგთავაზებთ გარკვეულ მინიშნებებს, შეიძლება ითქვას, რომ თვალს აგიხელთ გარკვეულ შესაძლებლობებზე და რაც მთავარია, მე-19 მაღალი არკანი მზე გულისხმობს სიხარულს, ბედნიერებას, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანისთვის ბავშვის დაბადებასაც გულისხმობდეს, თუმცა თუ მეტაფორულად გავიაზრებთ ამ ბარათის ენერგიას, ეს შეიძლება იყოს ახალი პროექტი, გარკვეული სიახლე თქვენს ცხოვრებაში, მაგალითად შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი, შესაძლებელია შეიცვალოთ ქვეყანაც კი, ან სამსახური, შემოქმედება დაიწყოთ, ახალი ჰობით დაკავდეთ და თუ შევაჯამებთ, პერიოდს თქვენთვის მოაქვს განახლების ძალიან ძლიერი ენერგია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს არ ნიშნავს, რომ თავისთავად თქვენს უნებურად მოხდება რამე, რა თქმა უნდა, ყველაფერი თქვენი თავისუფალი არჩევანის შედეგი იქნება და სწორედ ამიტომ ტარო მიგითითებთ, რომ ამ მიმართულებით უნდა იყოთ ყურადღებით და ახალი შესაძლებლობები ამ პერიოდში ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ნახოთ რა მიაქვს ამ პერიოდს თქვენგან. ეს არის გარკვეული კონფლიქტების ენერგია, შესაძლებელია იგულისხმებოდეს შინაგანი კონფლიქტებიც, როდესაც საკუთარ თავში გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ან ხვდები, ეჩეხები გარკვეულ წინააღმდეგობას, სურვილებსა და ვთქვათ რაციონალურ აზროვნებას შორის, მაგალითად გინდათ ერთი რაღაცის გაკეთება, მაგრამ თქვენი გონება გარკვეულ წინააღმდეგობას გიწევთ, რომ არა, ასე არ შეიძლება, ასე არ გააკეთოთ და სწორედ აი ეს გათავისუფლება შინაგანი აი ამ ორჭოფობისგან, გაურკვევლობის მდგომარეობისგან, კონფლიქტის მდგომარეობისგან აპრილის განმავლობაში ეს მდგომარეობა ნელ-ნელა გაგიშვებთ, გაგათავისუფლებთ, თქვენი გონება გახდება უფრო ნათელი, უფრო მეტად დაინახავთ სინამდვილეში რა გინდათ, როგორ უნდა მოიქცეთ და რაც მთავარია მზის ენერგია, ეს არის ეგო, ეს არის მე და თქვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი გახდება სწორედ
თქვენი სურვილები, თქვენი შეხედულებები და თქვენი კონკრეტული მიზნები. რაც შეეხება ბარათს ხმლების ხუთიანი, შესაძლებელია ასევე გულისხმობდეს ადამიანებს, ვინც კონფლიქტურ დამოკიდებულებაშია თქვენთან, შესაძლებელია აქ მტრებიც კი გულისხმებოდნენ და სწორედ მათგან გათავისუფლების პერიოდი იქნება, თუმცა ეს გასაგებია, რომ თავისთავად არაფერი არ ხდება, ეს არის ის ენერგია, რომელიც თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენ შეძლებთ მონდომების შემთხვევაში ასეთი ნეგატიური ფაქტორებისგან გათავისუფლებას. ნახოთ, რამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ამ პერიოდში. სიკვდილი, მე-13 მაღალი არკანი, მართლაც აპრილი თქვენ შემთხვევაში ძალიან სერიოზული ცვლილებების პერიოდი იქნება. მეორე ნახევარში იწყება თქვენი დაბადების დღეები, ანუ ეზოთერულად თუ ვიტყვით, თქვენი ახალი ერთწლიანი ციკლის დასაწყისია და შესაბამისად მანამდე პერიოდი, ანუ აპრილის პირველი პერიოდი, ეს იქნება დრო, როდესაც სრულდება წინა ციკლი. და თქვენ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ აქ უკვე ასტროლოგიურ ასპექტებს და გავითვალისწინებთ, რომ 25-26 აპრილს დაახლოებით ამ პერიოდში თქვენს პირველ სახლს, თქვენს ნიშანს დატოვებს ისეთი ტრანსფორმაციული ქარბორბალა ფაქტობრივად პლანეტა, როგორიც არის ურანი, მაშინ გასაგებია, რომ ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე დადგებით და სწორედ აი ამ ცვლილებებისთვის თუ წინასწარ არ იქნებით განწყობილები, თუ წინასწარ არ მოემზადებით ამ ძალიან ღრმა ტრანსფორმაციისთვის, მაშინ შესაძლებელია გაგიჭირდეთ ადაპტაცია, შეგუება, გადართვა ერთი მდგომარეობიდან მეორეზე, მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან პოზიტიურ მდგომარეობაზე გადართვაზეა საუბარი და არაფერს ცუდს ეს პერიოდი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აქ არ მოიაზრებს, მაგრამ თუნდაც იმ მიჩვეული ცუდიდან მიუჩვეულ კარგზე გადართვის პერიოდი შესაძლებელია თქვენთვის იყოს საკმაოდ სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი. ამიტომ მიგირჩევდით, რომ წინასწარ განეწყვეთ სიახლეებისთვის, გარკვეული გეგმები არ შეადგინოთ გრძელვადიან პერსპექტივაში მით უმეტეს და იცოდეთ, რომ მხოლოდ ამ პერიოდის აპრილი-მაისის პერიოდების გავლის შემდეგ თქვენ თვითონ, თქვენ თავში მიხვდებით, რომ ჩამოყალიბდა საბოლოო ხედვა თქვენი უახლოესი მომავლის, მინიმუმ ერთწლიანი პერიოდის, ამიტომ არ იჩქაროთ და იყავით მზად ამ ცვლილებებისთვის, მაშინ თვითონ ცვლილებები არ შეგიშლით ხელს და პირიქით თუ ასეთი განწყობით მიუდგებით პერიოდს, შესაძლებელია ძალიან დიდ პოზიტიურ ცვლილებებსაც გქონდეს ადგილი თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ თქვენი პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები. აქ გადაწყვეტილების მიღების პერიოდი გაქვთ. ზის ელემენტი შემოდის ამ ბარათზეც, რაც ნიშნავს, რომ თქვენი გონება თითქოს განათდება, თითქოს დაინახავთ შესაძლებლობებს იმ რესურსს, რომელსაც აქამდე არ იყენებდით და შეეცდებით მაქსიმალურად პოზიტიურად და სასარგებლოდ გაიაროთ ეს პერიოდი, თუმცა ხმლების პაჟი ასევე გულისხმობს მოუთმენლობას, გულისხმობს კონფლიქტურ დაძაბულ სიტუაციებსაც. აქ არ არის საუბარი დიდ ჩხუბებზე და უთანხმოებებზე, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და ნებისმიერი ახალი აზრი მაშინ ბევრად უფრო კონსტრუქციული გახდება თქვენთვის, უფრო მეტი შედეგების მომტანი. ეს ეხება როგორც წყვილებს, ასევე მარტოხელებს და მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც ამ ეტაპზე რთულ დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია წყვილებისთვის. მე-18 მაღალი არკანი მთვარე. საკმაოდ დაბნეულები იქნებით. მე ვერ გეტყვით, რომ აპრილის განმავლობაში შეძლებთ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას, უფრო მეტიც შეიძლება იმ ძლიერმა ტრანსფორმაციულმა პერიოდმა, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში გელოდებათ, პირად ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნები გაგიჩინოთ, გქონდეთ გაურკვევლობა, დაბნეულობა, შესაძლებელია მომავლის შიშიც და ასევე შესაძლებელია, რომ თქვენი ურთიერთობის
მომავალს ვერ ხედავდეთ ამ ეტაპზე, მაგრამ აქვე კიდევ ერთხელ მინდა რომ გითხრათ ეს საკმაოდ რთულ პერიოდს გაივლით აპრილის განმავლობაში, მაგრამ რთულ პერიოდში არ გულისხმობ რომ ეს იქნება მძიმე და ტკივილიანი პერიოდი. არა, რთული პერიოდი იქნება სწორედ ამიტომ, რომ აი ეს მზისა და მთვარის ენერგიები ერთი მხრივ ხედავთ გარკვეულ სიმართლეს, ხედავთ თქვენს სურვილებს, უფრო მეტად გესმით საკუთარი თავის და მეორე მხრივ თავდაჯერებულობის გარკვეული პრობლემა აქვს. ეს არის მდგომარეობა, როცა ვერ იღებთ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში და საკუთარ სისწორეში, არა სიმართლეში, რომელიც გასაგებია რომ დაინახავთ თვის განმავლობაში, არამედ რამდენად სწორია ის აზრები, ის სურვილები, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. მე გირჩევთ რომ არ იჩქაროთ, ეს პერიოდი გაიარეთ მეტი სიმშვიდით, მეტად ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, უფრო მეტი კონტაქტი გქონდეთ საკუთარ თავთან და რა თქმა უნდა ყოველთვის ამ დროს გულისხმობ ხოლმე სხვადასხვა პრაქტიკებს, სულიერ პრაქტიკებს, მათ შორის მედიტაციებს, აფირმაციებს, ნებისმიერი რამ, რაც თქვენ გეხმარებათ საკუთარ თავთან კომუნიკაციაში, სიმშვიდის მოპოვებაში და ჰარმონიზებაში საკუთარი ენერგიების, ყველა პრაქტიკა ამ შემთხვევაში მისაღებია, ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, არ იჩქაროთ, ამისთვის მე ვფიქრობ, რომ მაისში მოვა შესაბამისი დრო. კიდევ ერთხელ ვერ გეტყვით, რომ რთული პერიოდი გექნებათ პარტნიორთან ურთიერთობის თვალსაზრისით, მაგრამ აქ შეიძლება გარკვეულ კამათებს აზრთა განსხვავებულობის ფონზე წამოჭრილ მცირე, მაგრამ მაინც კონფლიქტებს ჰქონდეს ადგილი და ამიტომ შეეცადეთ, რომ თქვენ თვითონ მაქსიმალურად რაციონალურად მიუდგეთ თქვენს ურთიერთობას და მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდებით ამ პერიოდს, მე ვფიქრობ, რომ ამ პერიოდში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გექნებათ მეტი თავდაჯერებულობა ურთიერთობების წამოსაწყებად, ყოველ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ აპრილის განმავლობაში, თუმცა მოქმედებაზე რამდენად გადახვალთ, ეს რა თქმა უნდა თქვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მარტივად შეძლებთ სიახლეების მიღებას, მაგალითად, რამდენად მზად იქნებით ურთიერთობაში შესასვლელად, რამდენად მზად იქნებით თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობიდან გარკვეული დრო დაუთმოთ ახალგაცნობილ ადამიანებს, მათთან ურთიერთობას, მათთან კომუნიკაციას, მათთან ფლირტს, ყურადღების მიქცევას და ასე შემდეგ. ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ აპრილის განმავლობაში ნამდვილად იგრძნობთ, რომ უკვე მზად ხართ შინაგანად და განწყობილი ხართ ურთიერთობის წამოსაწყებად, რაც უკვე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენი განზრახვები აუცილებლად მატერიალიზდება ხოლმე. მე წარმატებებს გისურვებთ და ვნახოთ როგორ ჩაივლის თვემათვის, ვინც დაძაბულდა კონფლიქტურ ურთიერთობაში იმყოფებით, აქ მონეტების პაჟი, ეს საკმაოდ მოუმწიფებელი ენერგია, მაგრამ ძალიან კონსტრუქციული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხმლების პაჟი მონეტების პაჟთან ერთად ეს არის აზროვნება, ფიქრი, ლოგიკური დალაგება სიტუაციის და მეორე მხრივ საკმაოდ პრაგმატული, პრაქტიკული და ძალიან დამიწყებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, აზროვნება, რომელიც არის არა ილუზიებზე ან ჰაერში გამოკიდებულ იდეებზე ფორმირებული ლოგიკა, არამედ ეს არის ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებები. მე ვერ ვხედავ აქ იმ ენერგიას, რომ უკვე საბოლოო შედეგამდე მიხვალთ და რაიმე კონსენსუსი გექნებათ თქვენს პარტნიორთან, მაგრამ თქვენ დაიწყებთ ამ მიმართულებით სვლას და შეძლებთ, რომ ნელ-ნელა, მაგრამ ძალიან მყარი კალაპოტი ჩამოაყალიბოთ თქვენი ურთიერთობის. რაც შეეხება თქვენს საქმიან სფეროს, მონეტების დედოფალი საკმაოდ თავდაჯერებული ენერგიაა. მე ვფიქრობ, რომ თუ აქამდე გარკვეული ქაოსი, გაურკვევლობა, არასტაბილურობა, დაბნეულობა გქონდათ, ამ პერიოდში შეძლებთ უკვე დამშვიდდეთ, ჩამოყალიბდეთ, გარკვეული პროცესები თქვენ საქმიან სფეროში
დაიწყებს სტრუქტურულად განვითარებას, აღარ იქნება ეს გაურკვევლობის მიზეზები და რაც მთავარია, თქვენი გრძნობთ საკუთარ თავში რესურსს იმისთვის, რომ მეტად რეალიზდეთ, მეტად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა, თქვენი უნარები, მათ შორის თქვენი პროფესიონალიზმი და შესაძლებელია სრულიად განსხვავებული და ახალი თვალით შეხედოთ თქვენ საქმიან სფეროს. ვნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია მათთვის, ვინც დასაქმებულები ხართ. საკმაოდ რთული ენერგია, მონეტების ხუთიანი. შესაძლებელია აქ საუბარი იყოს დამატებით სამუშაოზე, ენერგიის დამატებით ხარჯვაზე, ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დრო, მაგალითად გადაჭარბებული დროით მოგიწიოთ მუშაობა, მეტი დროის დათმობა საქმისთვის, მეტი ენერგიის ჩადება, ან თქვენი კომპეტენცია არ აღმოჩნდეს საკმარისი ახალი საქმეებისთვის და შესაძლებელია მიხვდეთ, რომ გჭირდებათ გარკვეული ცოდნის შეძენა, განვითარება, მეტი პრაქტიკული გამოცდილება. ასევე შესაძლებელია აქ საუბარი იყოს კრიზისზე თვითონ იმ ორგანიზაციაში, რომელშიც თქვენ ხართ დასაქმებული და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში თქვენს შეგეხებათ ეს მინიმუმ ემოციურ დონეზე. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ ემოციურ დონეზე, მაგალითად თუ გამომუშავებაზე ხართ დამოკიდებული, შესაძლებელია, რომ ამ პერიოდში ეს გამომუშავების თვალსაზრისით საკმაოდ უკმაყოფილოც იყოთ. მაგრამ მთავარია თქვენ შეხედოთ მეტად კონსტრუქციულად ამ პერიოდს და მათ შორის თუ ეს კომბინაცია ბარათების გულისხმობს, რომ თქვენ ვეღარ ხედავთ თქვენი განვითარების შესაძლებლობებს იმ კონკრეტულ პოზიციაზე, ან იმ კონკრეტულ ორგანიზაციაში, მოკლედ იქ, სადაც თქვენ მუშაობთ, მაშინ შესაძლებელია უკვე უნდა დაფიქრდეთ ცვლილებებზე, განვითარებაზე, ახალი ცოდნის შეძენაზე და ახალი განაცხადების გაკეთებაზე თქვენ შესაძლებლობასთან დაკავშირებით და თქვენივე თვითრეალიზების მეტი შანსებისკენ უნდა წახვიდეთ, თქვათ, ვიდრე ამ შემთხვევაში აქ იგრძნობა, რომ ეს არის. რაც შეეხება მათ, ვინც სამსახურის გარეშე ხვდებით ამ პერიოდს, მაგრამ გინდათ დასაქმება, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება არც გინდოდეთ. თუ გინდათ დასაქმება, შეიძლება რამდენიმე ვარიანტი გამოჩნდეს თქვენი დასაქმების და გაგიჭირდეთ არჩევანის გაკეთება. თუმცა შესაძლებელია ასევე, რომ აქ საუბარი იყოს პატარ-პატარა გამომუშავების შესაძლებლობებზე, არა ვთქვათ სტაბილურ ესეთ სამსახურზე, არამედ ისეთ ერთჯერად საქმიანობებზე, სადაც შესაძლებლობა მოგეცემათ გამოიმუშაოთ ფული, თანხა, გქონდეთ გარკვეული შემოსავალი და სწორედ აი ამ გარკვეული გაგებით მულტიფუნქციურობა რომ გიწევთ, აი ამაზე აქვს საუბარი. თუმცა მეორე მხრივ რჩევის სახით გეტყვით, რომ კი უარი არ თქვათ არც ერთ შესაძლებლობაზე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თქვენ გაქვთ რესურსი იმისთვის, რომ გაუძღვეთ ნებისმიერ საქმეს და თუ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ გარკვეული შემოსავალი და თქვათ განსაკუთრებით თუ იგრძნობთ აპრილის განმავლობაში, რომ სახლში ჯდომა აღარ გინდათ და გჭირდებათ პირდაპირ თვითრეალიზებისთვის ნებისმიერი საქმის კეთება, მაშინ მიყევით სწორედ აი ამ თქვენი სურვილის ხმას და არ შეცდებით პირიქით ეს გააქტიურებს თქვენს თვითრეალიზების არხს და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ სწორედ აი ამ საქმიანობიდან გამომდინარე შეძლებთ რაღაც ახალი გზები ნახოთ დასაქმებისთვის. რაც შეეხება მათ, ვინც თვითდასაქმებულები ხართ ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების ორიანი არაჩვეულებრივი პარტნიორული ენერგიაა. თუ ეს საკმაოდ ჰარმონიულად გაივლით და ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი მოგიტანთ გარკვეულ სიმშვიდეს და სტაბილურობას. რაც შეეხება თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს, მე-11 მაღალი არკანი მართლმსაჯულება პირველ რიგში გულისხმობს საბუთებს, დოკუმენტებს, იურიდიულ საკითხებს, მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, აუცილებლად კანონის ფარგლებში შესრულებული. ასევე მე-11 მაღალი არკანი, ეს არის კარმული ბარათი, რომელიც გულისხმობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, მაგალითად შესაძლებელია თქვენ ადრე წინა პერიოდში გარკვეული
ინვესტიცია ჩადეთ, ან თქვენი ენერგია ჩადეთ, ან გარკვეული შრომა გაწიეთ და შეიძლება სწორედ აპრილში მიიღოთ თქვენი გაწეული შრომის, დახარჯული ენერგიის შედეგი და ასევე თუ წინა პერიოდში პირიქით ძალიან ხელგაშლილად გაატარეთ პერიოდი და ძალიან ბევრს ხარჯავდით, ამ პერიოდში შესაძლებელია იგრძნოთ სწორედ ეს დანაკლისები და მოგიწიოთ მინიმუმ ეკონომიურად გაიაროთ აპრილის თვე. ნახოთ სამყაროს რჩევა კვერთხების სამიანი თქვენს წინაშე იშლება ახალი პერსპექტივები. სრულიად ახალი სამყარო, თქვენივე ცხოვრების ახალი ფორმა, ახალი სტილი იყავით ამისთვის მზად. გაღეთ ფართოდ ფანჯრები, ეს მეტაფორაა რა თქმა უნდა, გახსენით თქვენი გული სიახლეებისთვის, ახალი ენერგიებისთვის, ახალი ადამიანებისთვის, ახალი მოვლენებისთვის თქვენს ცხოვრებაში, დაისახეთ გრძელვადიანი მიზნები და იყავით ორიენტირებული სწორედ იმაზე, რას გინდათ მიაღწიოთ, როგორი გინდათ იყოს თქვენი მომავალი ცხოვრება და ეს თქვენი განზრახვები და ფიქრები მოვა დრო და მატერიალიზდება, ოცნებები რა თქმა უნდა სრულდება. ასეთი იყო 2026 წლის აპრილის ტაროსკოპი კუროებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ, ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ info box-ში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.